ეხლა მაგალითისთვის რო ავიღოთ 2 წლის წინანდელი მიმდინარე მოვლენები, რამდენად აქტიურად იყენებთ AI სისტემებს? შეცდომების დაშვებით უფრო მეც ისწავლის, ვიდრე ვთქვათ უნივერსიტეტში რო ლექტორმა წაუკითხოს. აი მე მაინტერესებს შენ რას ურჩევდი ახალგაზრდებს? სერიოზული პრობლემები შეექმნა დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის ოპერირებასთან. რა სერვისებს აკეთებთ რა? მოგესალმებით, დღეს ბიზნეს პოდკასტის სტუმარია ნოდო ლაცავიძე, კომპანია რაშის დამფუძნებელი და დღეს ვისაუბრებთ როგორც რაშის საქმიანობაზე, ასევე რამდენიმე მიმდინარე პროექტზე და ციფრულ ტექნოლოგიებზე. მოგესალმები ნოდო, მიხარია რომ ამ ფორმატში შედგება ჩვენი საუბარი და მოდი დავიწყოთ ჯერ რაშის საქმიანობით, საიდან მოვიდა კომპანიის დაფუძნების იდეა და რა ეტაპზე ხართ დღეს? გამარჯობა გიორგი, ძალიან სასიამოვნოა ამ ფორმატში სტუმრობა, წარმატებებს გისურვებთ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. რაც შეეხება რაშის და მისი ზოგადად იდეის გაჩენიდან დღემდე, მოკლედ ჩვენ დაახლოებით 6 წელია მე და ჩემი გუნდი ვართ ტექნოლოგიების მიმართულებით, ვავითარებთ software პროდუქტებს და დაახლოებით 3 წლის წინ ეს იყო ჩემი იდეა და ხედვა, რომ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი პროექტი დაგვეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავდით ბაზარზე ნაკლებობას ქართული კომპანიის, Bolt-ი არის, Yandex-ი არის და ქართული კომპანია არ არის. და ბევრი ალბათ გეცოდინება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს Yandex-ი არ უყვარს და არ ინდობა იქიდან გამომდინარე, რომ არის რუსული და Bolt-ს ქონდა და აქვს შედარებით მაღალი ფასები და სწორედ ეს, ასე ვთქვათ, დავიჭირეთ ეს პრობლემა, შეიძლება ესეც ითქვას და თქვით, რომ რატომაც არა, გვყავს გუნდი, რესურსები და მოდი გავაკეთოთ ქართული მგზავრობის გაზიარების, ეგრეთ წოდებული ride hailing აპლიკაცია, გავაკეთეთ, გავუშვით, მაგრამ ამას, ანუ საბოლოო ჯამში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ უფრო ტექნოლოგიური გუნდი და არ გქონდა რაღაც ტაქსის ბიზნესის გამოცდილება, რომელიც შედარებით უფრო ტრადიციული ბიზნესი არის. აქედან გამომდინარე, მე კიდევ უფრო რაღაცა ბევრ სხვა პრობლემას შევეჩეხეთ, იგივე ლოჯისტიკის ამბავში, იგივე მანქანების, ტაქსოპარკის ამბავში, რაშიც მაინც და მაინც მომზადებულები არ ვიყავით რა. და სწორედ ამიტომ დაახლოებით თითქმის 1 წელია, რაც სრულად გადავერთეთ უფრო ბიზნეს მგზავრობებზე, ანუ B2B მგზავრობებს ვახორციელებთ ახლა. ვემსახურებით ახლა გვყავს 4 კაზინო და დაახლოებით 12-მდე სასტუმრო ტაქსელი, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მათ თანამშრომლების ღამის მგზავრობებს აკეთებს დღეს რაში. B2C მიმართულებით ჯერ, ასე ვთქვათ, გაჩერებული ვართ და ვეძებთ უფრო მეტად ინვესტიციის ნაწილს, რომ ტაქსოპარკი უფრო განმოვითაროთ რა. ეს არის დღევანდელი ჩვენი მოსაზრება. აი, ჩემი დაკვირვებით ზოგადად საქართველოში, როდესაც სტარტაპი ასე ვთქვათ, იქმნება, ხო? საქართველოში თითქოს ანიჭებენ უპირატესობას იდეას, რომ სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია იდეა, თუმცა აი საერთაშორისო გამოცდილება ამბობს, რომ იდეაზე მნიშვნელოვანი არის შესრულება. ანუ ის გუნდი, მენეჯმენტი, ფინანსური გამძლეობა, ბაზრის ხედვა. ანუ თქვენც ახლა ეს ახსენეთ, რომ ჩვენ გუნდი გქონდა და ნუ შემდეგ გავაკეთეთ. ანუ ჯერ უფრო უპირატესი არის იდეის შემდეგ აი შესრულების ნაწილი. და აი ამ პროცესში რა იყო ის კრიტიკული ეტაპები, რაც გაიარეთ, რა ფაქტორებმა შეგიშალათ ხელი, რომ რაღაც განვითარების პროცესში შემდეგი ნაბიჯები გადაგედგათ? მე მეცაც ვიტყოდი, მე ჩემი გამოცდილებით მივხვდი იმას, რომ იდეა ბევრი კოუჩისგან გამიგია, რომ იდეა ზოგადად ესე როგორც ასეთი არ არის ღირებული. თუ მას ზურგს არ უმაგრებს გუნდი, რომელსაც შეუძლია რომ ეს იდეა განახორციელოს და თუ არ უმაგრებს ასევე ფინანსების ზურგს, ანუ ინვესტიცია, რომ ყველა ის საჭირო პროცესი, ლოჯისტიკური, მარკეტინგული, ადამიანური რესურსი იყოს შესაბამისობაში ამ იდეის განხორციელებასთან. ჩვენ შემთხვევაში ეგ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეგ იყო ჩვენი შეცდომა, პირადად ჩემი შეცდომაც, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უფრო მეტად software-ზე, ანუ კონკრეტულად ციფრული პროდუქტების შექმნის და გაშვების და მათი მომსახურების გამოცდილება გქონდა და არ გქონდა ტრადიციული ტაქსის ბიზნესის გამოცდილება და არ გვყავდა ადამიანი, რომელსაც ტაქსის ბიზნესი ესმოდა, ან უკეთებია, ან იცოდა. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ერთგვარი გაკვეთილი, რაზეც ვისწავლეთ, რომ აუცილებელია გუნდში ყავდეს ადამიანი, რომელსაც რაღაცა იმ სფეროში გამოცდილება აქვს რა. შეცდომა დაუშვია, უსწავლია ამ შეცდომაზე და იცის შემდეგ ნაბიჯები როგორ შეიძლება რომ იგივე შეცდომა თქვათ ამ ბიზნესმა არ დაუშვას რა. და ამიტომაც ჩემი ხედვაც არის რომ მინდა რომ გავაკეთოს სწორედ ის ბიზნესი მომავალში, რაც მე მესმის და რაც გამეგება ასე ვთქვათ რა. ტაქსის ბიზნესი არ იყო ჩვენი, საერთოდ
არანაირი შეხება არ ქონია. უბრალოდ იდეა მოვიდა, ამას დაიმთხო რომ ტექნიკურად შეგვეძლო და გავაკეთეთ. ეს იყო და ეს. იცი რა მაინტერესებს? ზოგადად დღეს უნდა ითქვას ცალსახად, რომ დღეს ეს ინფორმაცია წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის ნავთობს ფაქტობრივად. აი თქვენს გუნდში გადაწყვეტილების მიღების პროცესში რამდენად აქტიურად იყენებთ AI სისტემებს, მონაცემთა ანალიზს და ასევე ის პროექტები, რაზეც მუშაობთ, ხო, მიმდინარედ. მაინტერესებს აქ რა სერვისებს აკეთებთ, რა პრობლემის გადაჭრას თავაზობთ კომპანიებს? ხო, აი მაგის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ზოგადად მოტივირებული ვართ და ჩვენი ინტერესი არის ინოვაციური ტექნოლოგიები რა. მათ შორის software ინჟინერია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი, AI აგენტები და ბიზნეს ავტომატიზაციები. ტრადიციული ბიზნესი რაც არის რაში არის რეალურად ძველმოდური ტრადიციული ბიზნესი, რაც ჩვენი საბოლოო ინტერესი და ასე ვთქვათ, საბოლოო მიზანი არ არის. და არ გვინდა რომ ამაზე გავჩერდეთ ნამდვილად. ამ პროცესში ჩვენ იგივე რაშის განვითარების პროცესში ქონდა ძალიან ბევრი აღმასვლა, ბევრი დაღმასვლაც. ბოლო პერიოდში დაემთხვა ისე რომ რაში გახდა გამარჯვებული ერთ-ერთი ცნობილი აქსელერაციის პროგრამის, ეს არის Plug and Play, GTAS და Plug and Play-ის კოლაბორაციით გავიარეთ დაახლოებით 2 თვიანი გადამზადების ეტაპი, ძალიან ინტენსიური, ამერიკელი, ევროპელი კოუჩები, გამოცდილი სტარტაპერები ჩამოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ, გვასწავლიდნენ, რაღაცა მითითებებს და რჩევებს გვაძლევდნენ, როგორ შეიძლება რომ განმოვიტანოთ ეს ყველაფერი და მე უკვე პირველი ეტაპის შემდეგ გავხდით რაღაცა 20 სტარტაპში გავედით გამარჯვებულში და მივიღეთ დაფინანსება მათ შორის GTAS-გან, ანუ სახელმწიფო მხარდაჭერა. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის თანადგომა და ეს ეკოსისტემა ზოგადად რასაც GTA ქმნის დღეს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. და შემოსული არის 4 მსხვილი აქსელერატორის პროგრამა, ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი მთელ მსოფლიოში რა, ეს არის Plug and Play, ეს არის 500 Global, ეს არის 2080 Ventures-ი და ეს არის Startup Bootcamp. და ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ. ეს მიმდინარე პროექტებია. მიმდინარე პროექტები. შეუძლიათ ახლა გამოიყენო. კი. აქედან ორი არის მიმდინარე, აქედან ერთ-ერთი ან Plug and Play-ში ვართ ჩვენ, რომლის გამარჯვებულებით გავხდით და ვაგრძელებთ უკვე შემდეგ ეტაპზე, ასე ვთქვათ, განვითარების ეტაპს და რა ვიცი, ეს არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა ტექნოლოგიური გუნდებისთვის და სტარტაპებისთვის. ხო, ანუ ეს უკვე უნდა იყოს გუნდი, თუ შეუძლია მაგალითად ადამიანი, რომელსაც ეხლა იწყებს და აქვს რაღაც პირველი ნაბიჯები, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მიიღოს მონაწილეობა? პირველ რიგში ეს არის ის, რომ უნდა იმსახურებოდეს რაიმე პრობლემის გადაჭრას, უნდა იმსახურებოდეს ტექნოლოგიური გზით. ანუ ეს არ არის ტრადიციული ბიზნესებისთვის რაღაც დაფინანსების მოპოვების საშუალება. ეს არის ინოვაციური პროდუქტის განვითარების შესაძლებლობა, რომელსაც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული რაიმე სახის ტექნოლოგია. და უნდა იმსახურებოდეს რაღაც პრობლემის გადაჭრას და პლუს ამას ბევრი კრიტერიუმია, რომ რაღაცა გუნდს უნდა ქონდეს რაღაცა პროდუქტი შექმნილი, იმიტომ რომ მხოლოდ იდეით ესე ვერ მიხვალ და ანუ უბრალოდ ვერ შეხვალ რა ამ აქსელერატორში ესე იდეით. ანუ რაღაცა კონკრეტული ფაზები უნდა ქონდეს გავლილი, რაღაცა შედეგები, მინიმუმ რაღაცა მხოლოდ იდეა სტეიჯზე მოკლედ არ არის რა. ამიტომ ჩვენს მაგაში ძალიან გაგვიმართლა, რომ დაახლოებით წელიწად ნახევარი იყო რაშის ფუნქციონერებიდან გასული და მოკლედ Plug and Play ბევრ რაღაცაში დაგვეხმარა ძალიან რა და ძალიან ბევრ რაღაცაში წინ წაგვწია და ის პროგრესი რაც ეხლა ჩვენ გვაქვს, დიდწილად არის Plug and Play-ის აი მენტორების და GTAS დამსახურებას რა მაჩვენებს. განათლების მიმართულებით ნოდო, ანუ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რომ ეს ადაპტაცია მოხდეს თანამედროვე შრომის ბაზართან და ეს მენტორების ნაწილი რაც ახსენე უკვე უფრო ფართე აუდიტორია მოიცავს და საზოგადოების უმრავლესობისთვის, ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ეს იყოს ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ ჩემი შეფასებით ტექნიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა პირობითად რომ ემიგრაციული ნაკადებით შეამციროს, იმიტომ რომ თუ ტექნიკურ სფეროში არის ადამიანი, ამ ტექნიკურ სფეროს არ აქვს საზღვრები. ხო შეიძლება ცხოვრობდე ერთ ქვეყანაში და მუშაობდე მეორე ქვეყანაში. შესაბამისად, იმ მიზნით თუ მიდიხარ ქვეყნიდან რომ გარეთ დასაქმდე, ამ სფეროში მოღვაწეობის შემთხვევაში იცხოვრებ საქართველოში და შეგიძლია აქ იცხოვრო, მაგრამ დასაქმებული იყო უცხოურ კომპანიაში. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს შენი აზრით, რომ ეს ხო პროცესია, უნდა დაიწყოს განათლების ნაწილიდან და უნდა მივიდეს აი ამ შედეგამდე, რა დასაქმებამდე. აი ადაპტაცია როგორ უნდა მოხდეს მათ შორის სკოლებში და უნივერსიტეტებში, რომ ეს ცოდნა იყოს მიღებული უკვე მომავლის პროფესიების.
ძალიან ესეთი რთული კითხვა არის და ძალიან საჭირო და საბოლოო ჯამში მაგაზე ხე ესეთი პასუხი არ მაქვს. ზოგადად ეხლა ლოზუნგადაც რო არ გამომივიდეს რაღაცა რო საუნივერსიტეტო განათლების განვითარება ან რაღაცა. მე ცოტა სხვანაირად უყურებ, ანუ ტრადიციული განათლების სექტორი, იგივე თქო სკოლები და უნივერსიტეტები, მაინც ალბათ ვერასდროს ვერ მიცემს ადამიანს საჭირო სრულად იმ განათლებას და იმ შესაძლებლობებს, რაც მას ცხოვრებაში დაჭირდება. მე მაგის ღრმად წამს. ანუ პრაქტიკით რაღაცის კეთებით, არ ვიცი, მეწარმეობით, ბიზნესის გაკეთებით, ან რა ვიცი, რაც ადამიანი კარგია და რა მიზნებიც აქვს, ამ ყველაფრის კეთებით, პრაქტიკით, შესწავლების დაშვებით უფრო მეც ისწავლის, ვიდრე ვთქვათ უნივერსიტეტში რომ ლექტორმა წაუკითხოს რაღაცა ბიზნესის კეთების, ვთქვათ ლექცია რა, იმიტომ რომ შენ როგორ მოხდი ამ სფეროში? საიდან დაიწყე? მე საბოლოო ჯამში, ანუ მე თვითონ მქონდა ინტერესი რომ რაღაც ტექნოლოგიური სტარტაპი გამეკეთებინა. პირველი ჩვენი სტარტაპი იყო 2020 წელს, დაახლოებით 6 წლის წინ გავაკეთე პირველი სტარტაპი და ეს იყო კერძო სპორტული მოედნების დაჯავშნის პლატფორმა sprenti.com-ი და მე შემოვიერთეთ, ასე ვთქვათ. და მოკლედ ვიპოვეთ რაღაცა სამეგობროში დეველოპერი, რომელსაც შეეძლო საიტების კეთება. მას უთხარით, რომ მოდი ჩვენ ესეთი იდეა გვაქვს, დავპარტნიორდეთ, რაღაცა საომოლო გეგმები დავამთხიოთ და მოდი გავუკეთეთ საიტი, ეს არის ჩვენი იდეა, ეს არის ჩვენი ხედვა და მოდი გავაკეთოთ ეს პროდუქტი. გავაკეთეთ 6 წლის წინ კიდევ უფრო რთული იყო, ეხლა დღეს ხელოვნური ინტელექტი დღეში აკეთებს საიტებს და მაშინ დიდ დრო მოგვინდა მაგ პროდუქტის შესაქმნელად. მე რო გავედით ბაზარზე, ყოველთვის არის ხოლმე ეგ ენთუზიაზმის ნაწილი, რომ აი ერთი სული გაქვს, რომ პროდუქტი გააკეთო, ნებისმიერ არა მხოლოდ ტექნოლოგიური რაღაც პროდუქტს აწარმოებ, ერთი სული გაქვს ეგ დაამთავრო, მიიყვანე ბოლომდე და გახვიდე უკვე რეალურ ბაზარზე და გონია რომ აი ყველას მაგარი ხარ, ყველა შენ დაგესწევა და იტყვის რომ რა მაგარია რომ ეს პროდუქტი გამოუშვი და რეალობა ყოველთვის არის ხოლმე სხვანაირი. რომ გადიხარ ბაზარზე და ისეთი ვთქვათ ემოცია და ისეთი შედეგები არ არის, როგორც შენ გეგონა აქამდე. ეს იყო ჩვენი პირველი გამოცდილება რეალურად, რომ ანუ გვეგონა რომ ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებდა ეს პრობლემა საქართველოში, რომ აი ვერ ჯავშნიდნენ მოედნებს, მაგალითად კერძოს ან კალათბურთის დარბაზებს ონლაინ. და გამოუშვით ეგ პლატფორმა და ძალიან გაგვიჭირდა რეალურად პირველი კლიენტების პოვნა, იმიტომ რომ ყველა იყო მიჩვეული აქამდე როგორ ჯავშნიდნენ იმას. ამიტომ მაგნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა სტარტაპის კეთება, დეც და კეთების პროცესშიც მუდმივად გაიგოს რეალურად აწუხებს თუ არა ვინმეს ეს პრობლემა, იმიტომ რომ პრობლემის გამოგონება ანუ ჩვენ გავაკეთეთ რა, რომ ჯერ გამოვიგონეთ გამოსავალი და მე ვეძებდით არსებობდა თუ არა ეს პრობლემა და ეგ ძალიან დიდი შეცდომა არის, რა ჯერ უნდა იპოვო აუცილებლად პრობლემა, დაადასტურო რომ ეგ პრობლემა ვიღაცას აწუხებს, რა ვიცი, 1 ადამიანს, 10 ადამიანს, 100 ადამიანს და მე აუცილებლად უნდა დასვა კითხვა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ვინმე გადაიხდის თუ არა ფულს. თუ ამას ფულს არავინ არ გადაიხდის, მაგ შემთხვევაში შეიძლება აკეთებდა შენი პორტფოლიოსთვის ან რაღაც ქველმოქმედებისთვის, მაგრამ ეს ბიზნესი და სტარტაპი როდესაც ვერ გახდება რა. ამიტომ ეგ შეცდომა მე დამიშვია და არაერთხელ დამიშვია, იმიტომ რომ რაღაცა იდეით რო აღტკინები და გონია რომ ძალიან მაგარია, აღმოჩნდება რომ რა ვიცი, შეიძლება ვიღაც აწუხებს, მაგრამ ფული არ გადაგიხადოს მაგაში არა უნდა. ეგ არის ის რა ქვია. ეს კლასიკური ეს მოდელი იქნება ხა ციფრული ტექნოლოგია თუ სხვა რამე ესეთი ტრადიციული ბიზნესი მიდგომა ერთი და იგივეა, უნდა გამოხვიდე ჯერ გაყიდვებიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ნოდო ციფრულ ტექნოლოგიებზე და ციფრულ ტექნოლოგიებში მაინტერესებს შენი აზრი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ტექნოლოგიების განვითარებას თან ახლავს აი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი, იმიტომ რომ AI სისტემები მოიხმარს და მოიპოვებს და ანალიზებს უდიდესი რაოდენობის ინფორმაციას. კი, მომხმარებლის. და აი მად როგორ არის, სად არის სხვა აი ტექნოლოგიურ განვითარებასა და პირადი მონაცემების დაცვას შორის? ეგეც საინტერესო კითხვა არის. მაგაზე სხვათა შორის ზოგადად ევროკავშირს აქვს ძალიან ისეთი მკაცრი მიდგომები. აი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში რატომაც ვერ ვითარდება ამერიკასთან შედარებით, მაგალითად არის ეგ რეგულაციების ნაწილი რა, იმიტომ რომ ევროკავშირი ძალიან სიფრთხილით უყურებს ამ ნაწილს და ანუ მათი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის გავრცელებას აი მაქსიმალურად ზღუდავს რა, ამიტომაც ხელი ეშლებათ ბევრ ხშირ შემთხვევაში იქ ადგილობრივად რაღაცა AI-ის ჩართულობის სტარტაპების განვითარებას რა. მან ორი ნაწილი არის, ერთის მხრივ რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ პირადი ინფორმაციის დაცულობის გამო შენ შეუზღუდო რაღაცა
მაგ მიმართულებას განვითარება ინოვაციების კუთხით და მეორე არის რომ თუ სრულ თავისუფლებას მიცემ შეიძლება საბოლოო ჯამში რაღაცა სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს იგივე უსაფრთხოების ნაწილში რა. მანდაც ალბათ რაღაცა ოქროს შუალედი არის დასაცავი იმ ხრივ რომ ალბათ ან მანდაც არის გამოსავალი რომ თვითონ მომხმარებელს ესმოდეს კარგად იგივე ჩატბოტების გამოყენებისასაც იგივე რა ვიცი ChatGPT-ის ან Gemini-ის გამოყენებისასაც ჩვენც უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ეს კომპანია მაგ ინფორმაციას იყენებს სწორედ მაგ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის რა ანუ ეგ კონტრპირდაპირ წერია ხელშეკრულებაში მათ შორის ანუ terms and conditions რასაც ვეთანხმებით რომ ჩვენი ყველანაირი მონაცემი მათ შორის ფაილი ასე შემდეგ გამოიყენება LLM-ის უკვე განვითარებისთვის რა რაღაც რისკებს შეიცავს რა თქმა უნდა მაგრამ ჩემი აზრით მაგის დაზღვევის მექანიზმები არსებობს რაზეც თქვა რაღაც მარეგულირებელი ორგანოები მუშაობენ ევროკავშირშიც და ამერიკაშიც რა ამიტომ ეხლა 21 საუკუნეში გლობალური ეკონომიკური განვითარება ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს და შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 10 წლებში გლობალური ეკონომიკური ღირებულების 70% შექმნის ციფრული ტექნოლოგიები. სხვათა შორის ამაზე საუბრობს სოფლიო ეკონომიკური ფორუმი. გლობალური ეკონომიკური განვითარება ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ამან ფაქტობრივად ახალი ეპოქა შექმნა, ხო? და დღეს ეს არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის მიმართულებით, არამედ ეკონომიკის მიმართულებით არის საკმაოდ მსუყე და ძლიერი და ეს ასევე როგორც სახელმწიფო სტრუქტურის მართვა შეერება გარკვეულწილად სერვისების მიმართულებით, ასევე სოციალური სტრუქტურის შექმნის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. და ამის საერთაშორისო მოდელები არსებობს, მაგალითად ესტონეთი, სადაც 2000-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის გაციფრულება მოხდა და აქ სახელმწიფო სერვისების მიწოდების დრო 80%-ით არის შემცირებული. იგივე ფინეთში, სადაც განათლების სისტემის ციფრულიზაცია ხდება, იგივე სინგაპურში, სადაც მონაცემზე დაფუძნებული ქალაქების მართვა ხდება. საქართველოში ამ მიმართულებით გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები არის, თუმცა არის რიგი გამოწვევები. მაგალითად, უპირატესობა შეიძლება ჩაითვალოს ეს ახალგაზრდა და ტექნოლოგიურად მზათაობა საქართველოში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რესურსია, თუმცა გამოწვევა მაგალითად ციფრული უფსკრული, ხო, ქალაქებსა და სოფლებს შორის. გამოწვევა, რაც ვახსენეთ, კიბერუსაფრთხოების პრობლემები და ერთი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ფეხს არ აუწყობენ აი ამ ეკონომიკის გაციფრულებას, ალბათ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე გაქრებიან. ზამართული იქნება. საქართველოში ინოდო არის საუბარი, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს რეგიონის ეკონომიკური ციფრული ეკონომიკის მიმართულებით რეგიონის ჰაბი, ტექნოლოგიური ჰაბი. ეს რამდენად რეალისტური სურათი არის შენი აზრით და რა უნდა მოხდეს, როგორ ფიქრობ ქვეყანაში, ანუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალურად მიღწეულ იქნას. ანუ რა ჭირდება ქვეყანას პირობითად კაპიტალი, განათლება, სახელმწიფო ხედვა, რაღაც ამბიცია უფრო მეტი გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმა თუ აი რა არის იმისთვის, რომ ეს მიზანი იქნეს მიღწეული. ნუ პირველ რიგში სახელმწიფო რეგულაციების ნაწილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაშიც უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში შედარებით კარგი ვითარება არის და ასე ვთქვათ, წინგადადგმული ნაბიჯი არის. ხე მე ამ სფეროში ვარ და ვატყობ მაგალითად რაში იხარჯება ასე ვთქვათ თანხები სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს ეკოსისტემა გაიზარდოს და რაღაცა გლობალურ რუკაზე გამოჩნდეს. პლუს ამას ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რეგიონი ასევე ძალიან აქტიური არის ამ მიმართულებით რა, იგივე უზბეკეთი, იგივე ყაზახეთი, აი უზბეკეთის მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან დიდი რაოდენობით, ასობით მილიონი დოლარი იხარჯება სწორედ აი ამ სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში და აი უზბეკეთს უნდა რომ მაგალითად იყოს ცენტრალური აზიის ჰაბი ამ მიმართულებით, აქ ძალიან ბევრი თქვათ საგადასახადო შეღავათი ტექნოლოგიურ კომპანიებზე, ძალიან ბევრი ბენეფიტი, სუბსიდიებიც მათ შორის და დაფინანსებებიც და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ყაზახეთზე რა. ამიტომ ეს რეგიონი ძალიან აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებას იმ ხრივ, რომ ეკონომიკაში დიდი ნახტომი გააკეთოს ქვეყანა მოკლე დროში. ამიტომ სახელმწიფოები უკვე დებენ მთავრობები ამ მიმართულებაში ფულს. მათ შორის იგივე უნდა ითქვას საქართველოს შემთხვევაში, სადაც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, არ ვიცით თუ არა, ეგრეთ წოდებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პროგრამა და რამდენიმე ათეულ სტარტაპს აქვს უკვე. იმედია ჩვენც გვექნება მალე, ჯერ არ გვაქვს. და ეგეც ძალიან კარგი ჟესტი არის სახელმწიფოს მხრიდან, რომ აძლევს ტექნოლოგიურ სტარტაპებს რაღაც კონკრეტული შედეგების დადების შემდეგ საშუალებას, რომ პირველი 5 წლის მანძილზე სრულად იყოს ყველანაირი გადასახადისგან თავისუფალი. ეს არის საშემოსავლო, დღგ-სგან თავისუფალი, აბსოლუტურად ყველანაირი გადასახადი. კი, არის შემოვიდა, კი.
შემოვიდა, ჩვენც რაღაცა პროცესი დავიწყეთ ამ ნაწილში და ეგ არის ძალიან დიდი შეღავათი რა, იმიტომ რომ გადასახადები ყველა ბიზნესისთვის არის გამოწვევა და მათ შორის საწყის ეტაპზე ხა საშემოსავლო გადასახადი და პლუს საპენსიო და პლუს DRG დიდი დარტყმა არის სტარტაპისთვის, ამიტომ ეს ხელშეწყობა არის. და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან დიდი და კარგი წინ გაადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს ასე ვთქვათ პროგრესს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იგივე, აქაც უნდა ითქვას, რომ აქაც არის სერიოზული ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ აქ ხა მაგას ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რაღაცა მაინც და მაინც მაგისთვის რა, აქ რა თქმა უნდა თვითონ კერძო ბიზნესმა და ჩვენ სტარტაპერებმა და სტარტაპ საზოგადოებამ უნდა ვიშრომოთ მაგისთვის, რომ რაღაცა ინოვაციური და სხვა ქვეყნებისთვისაც მათ შორის ღირებული პროდუქტი შევქმნათ რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება რაღაც პროდუქტი გამოუშვა, აწარმოო, ბიზნესურად თუ შეხედავ, რომელიც მომგებიანია რაღაც შემოსავალს დაგიგენერირებს და დაგიწერს, მაგრამ თუ ამ სერვისმა, ამ პროდუქტმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც რაღაცა პროდუქტი, ანუ რაღაცა სიკეთი არ შექმნა, ამ შემთხვევაში შენ ზედაჭერი გაქვს დაწესებული, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, ხო? ამიტომ სწორედ მაგას ემსახურება იგივე ეს ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების და თქვათ სუბსიდირების პროგრამები რა. რაშიც მე ვფიქრობ, რომ სერიოზული პროგრესი გვექნება ხილული დაახლოებით მომავალი 1 წლის მანძილზე. კარგი იქნება რომ აი ეს შენ რაც ახსენე საგადასახადო ნაწილის შეღავათები სტარტაპებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ტექნიკურ სფეროს ტექ მიმართულების ბიზნესებს, არამედ სხვა მიმართულების ბიზნესებსაც რომ შეეხოს, იმიტომ რომ სტარტაპ ბიზნესები ახლა ყოველთვის საჭიროებს დახმარებას რა. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რაღაც ტრადიციული ბიზნესები, იქაც კარგი იქნებოდა ეგ დახმარება. კი, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რაზეც ბევრს ვლაპარაკობთ საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეს საგადასახადო ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა საუბარი, ეს საგადასახადო წნეხი ძალიან აწვება და მით უმეტეს როდესაც სხვაობა არ არის გადასახადების პროპორციულ ნაწილში, ანუ ერთი და იგივე დაბეგვრის სისტემა არის დიდი კომპანიისთვის და მცირე კომპანიისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. აი მე მაინტერესებს შენ რას ურჩევდი ახალგაზრდებს, მათ შორის სტუდენტებს, ვინც დღეს ნაბიჯებს დგავენ ამ მიმართულებით, ფიქრობენ მსგავს სფეროში შემოსვლას, განათლების მიღებას და აი საიდან უნდა დაიწყონ და რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან იმისთვის, რომ ჯერ მოვიდნენ შენ ეტაპამდე და შემდეგ რაღაც იქნებ საქართველოშიც გამოსვლიდნენ ისეთი ცნობილი წარმატებული ბიზნესმენები, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან. ხო, რა ვიცი, ახლა მე ისე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ძალიან სასწაული მაქვს, ჯერ გაკეთებული, კიდე ძალიან ბევრი მიზანი და გეგმა მაქვს, რისი გაკეთებაც მინდა და მაგისთვის ბევრ შრომობ. რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ რა ვიცი, რაღაცა მინიმუმ უნდა დაიწყონ, არ შეეშინდეთ წარუმატებლობის, იმიტომ რომ წარუმატებლობა არის და მარცხი არის ბიზნესის, კი არა, ალბათ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რა, არ არსებობს არც ერთი წარმატებული ადამიანი თვით ასე ვთქვათ self-made ან ბიზნესმენი ან სტარტაპერი ან მეწარმე, რომელსაც რაღაცა მარცხი ესეთი პრობლემური პერიოდი არ ქონია რა, ამიტომ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ აქ არის მთავარი ჩემი აზრით, რაც არის ჩემი დევიზის და ლოზუნგიც მათ შორის, ეს არის შეუპოვრობა და შრომის მოყვარეობა რა. ერთხელ თუ წაიქცევი, მეორეჯერ ადგები, მეორეჯერაც თუ წაიქცევი, მერე კიდე ადგები და სანამ რაღაც პროდუქტს ან სერვისს ისეც არ შექმნი, რომელიც სერიოზულ შედეგებს დადებს, ამ შემთხვევაში მაგამდე ჩემი აზრით არ უნდა გაჩერდე. ეს არ არის ლოზუნგი, მე მართლა ეგრე ვაკეთებ, იმიტომ რომ დაახლოებით 5 სტარტაპი მაქვს შექმნილი, 6, აქედან 4 სრულად ფეილი იყო. რაში ვერ ვიტყვი რომ რაღაცა წინავს და დაფრინავს, მაგრამ პოტენციალი აქვს რომ იფრინოს და საბოლოო ჯამში კიდევ ვაპირებთ ისეთ სტარტაპებს და ისეთი პროდუქტების დალანჩვას, რომლებიც იფრენენ აუცილებლად. თუ გქონიათ ამ ტექნიკურ სფეროსთან დაკავშირებით ბანკებთან ურთიერთობა. ერთი არის რომ საგრანტო ნაწილი არსებობს, ხო, მათ შორის საქართველოში. ბანკებთან თუ მოგიწიათ ურთიერთობა და რამდენად აფინანსებენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმებოდეს ამ კომპანიის წარმატება, ხო? რამდენად აფინანსებენ და არის ხელშეწყობა? პირდაპირ გეტყვი, რომ ესე არ ქონია ბანკებთან გადაკვეთა ფინანსურ ნაწილში,
ბანკი მაინც არის ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც არის კონკრეტულად რიცხვებზე და სტატისტიკაზე ესე დამოკიდებული რა. ეს არის უკვე ვენჩურული კაპიტალის ნაწილი, რომელიც ითვლება სტარტაპების მიმართულებაში ძალიან სარისკო ინვესტიციად. დაახლოებით, success rate ეგრეთ წოდებული არის დაახლოებით 2%, ანუ 100 ჩადებულ სტარტაპში ტრადიციული ინვესტორი 100 სტარტაპი რო დააფინანსო, აქედან 2-მა შეიძლება რომ მომავალში მოგება მოგიტანოს. ანუ 98 უმეტეს შემთხვევაში 98% არის წარუმატებელი და მაგიტომაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ინვესტიციად. ამიტომ ბანკები უმეტეს შემთხვევაში თავს იკავებენ ესე დაფინანსებისგან, შეიძლება ვიღაცამ აიღოს სტარტაპ სესხი, რომელიც იგივე სესხია ჩვეულებრივ, შეიძლება რაღაცა მცირედი საშეღავათო პერიოდი მოგცენ თავიდან, მაგრამ ისე რომ რაღაც გრანტი მოგცენ ან დაგაფინანსონ ან ხელში შეწყობა იყოს ქართული ბანკების მხრიდან, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. ინვესტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, აი რამდენად მარტივი არის საქართველოში ტექნიკურ სფეროში ინვესტორების შემოყვანა. რამდენად აინტერესებთ ეს სფერო? მარტივი არც ერთი სფეროსთვის არ იქნება დარწმუნებული ვარ არც ერთ ქვეყანაში, რა ვიცი, საქართველოსთან მიმართებაშიც ჩვენი გამოცდილებითაც დაინტერესება არის, თუმცა მაინც ყველა უმეტესწილად აი დიდი ტრადიციული ინვესტორები მაინც უყურებენ როგორც სარისკო ინვესტიციას, რაც ბუნებრივია, აი მაგალითად ეხა ინვესტორი რომელიც უძრავ ქონებაში არის ძირითადად და რაღაცა მულტიმილიონი დოლარის ინვესტიციის პორტფელი აქვს უძრავ ქონებაში, ძალიან რთული არის რომ დიდი რაოდენობის თანხა მცირე პროცენტის სანაცვლოდ შენ სტარტაპში ჩაგიდოს. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ თუ რაღაცა იდეა ძალიან მოეწონათ ან პროდუქტი ძალიან მოეწონათ და რაღაც მხრივ ხედავენ მაგის განვითარების შესაძლებლობას, ისეთ ოფერს გიდებენ, რომელიც საბოლოო ჯამში არ გაწყობს. შეიძლება გითხრას, რომ 90% მომყიდე იმ თანხის მეხუთედად, რასაც შენ აფასებ. და ბევრს უდგება ხოლმე რამდენიმეს თან ყოფილა ეგ შემთხვევა, რომ დილემა არის, რომ აი ახლა ავიღო ეს თანხა და დავანებო ამას თავი, თუ არ ავიღო ეს თანხა, გავაგრძელო, მაგრამ მე ძალიან რთული პერიოდი გავიარო. ჩვენც ქონა ეგეთი მაგალითი, რაშის ყიდვა უნდა და ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კომპანიას, ჰოლდინგური კომპანია არის, ხარ ვიტყვი, ამის მერე გეტყვი პირადად, არ ვიცი რამდენად მაქვს მაგის უფლება. უნდათ მოკლედ თვლიანად შეყიდვა ჩვენი ტაქსის კომპანიის, მაგრამ ძალიან სასაცილო პირობა შემოგთავაზეს და გითხრეს, რომ აიღეთ ეს თანხა და მოგვეცეთ სრულად. აი ამ სტარტაპების წარმატებაში დიდ როლს ითამაშებდა კაპიტალის ბაზარი საქართველოში, რომ იყოს განვითარებული. იმიტომ რომ როდესაც შენ შექმნი გარკვეულ ღირებულების სტარტაპს და აქ უკვე ინვესტორის შემოსვლა არის საჭირო, კაპიტალის ბაზრის პირობებში მარტივი იქნებოდა წილის გაყიდვა და ადამიანების წილის გაყიდვა ეხლაც არის მარტივი თუ მსურველია. უბრალოდ მანდაც არის ხა რომ რაღაცა ერთი სერიოზული ბიზნესი ჭირდება, ან ერთი დიდი ნახტომი ჭირდება ამ სფეროში და მე ძალიან ბევრი ტრადიციული ინვესტორი დაიწყებს აქ თანხის ჩადებას. არის მაგისი ასე ვთქვათ პოზიტიური ძვრები უკვე რამდენიმე სერიოზულმა დიდმა ჯგუფმა დაიწყო რაღაცა ინვესტიციის განხორციელება ამ სფეროში, ქართულ სტარტაპებს გულისხმობ, მაგრამ რაღაცა სერიოზული ნახტომი, დიდი ბუმი თუ მოხდა ამ სფეროში და დიდი ალბათობით აი ეგ რაზე არის დამოკიდებული. ტრადიციულ ბიზნესში მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებს და ასე შემდეგ და ტექნიკურ სფეროში ახდენს გავლენას ეს პროცესები, იმიტომ რომ ტექნიკური სფერო ხო არ არის რაღაც ტრადიციული წარმოების სფერო, მას შეიძლება ხელს მისთვის მნიშვნელობა არ ქონდეს ლოჯისტიკურ პროცესებს და აქ აი რამდენად აქვს მნიშვნელობა ესეთ ფაქტორებს. კი, აქ ნამდვილად აქ რეგიონსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და სტაბილურობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მაგალითისთვის რო ავიღოთ 2 წლის წინანდელი მიმდინარე მოვლენები, არასტაბილურობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ სტარტაპს სერიოზული პრობლემები შეექმნა დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის ოპერირებასთან დაკავშირებით და ინვესტორები ხო საერთოდ საქართველოსკენ უცხოელები საერთოდ არ იყურებოდნენ საქართველოსკენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა რეპუტაცია აქვს ზოგადად ქვეყანას. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, რომ თუ მაგალითისთვის ეხა ჩვენ რო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ, ქართულ სტარტაპებს და ამ ეკოსისტემას დაახლოებით 10-ჯერ მეტი პოტენციალი და შესაძლებლობა ექნებოდა რა, ინვესტორის მოძიების თვალსაზრისითაც, დაფინანსების თვალსაზრისითაც და უცხოურ ბაზარზე გასვლის თვალსაზრისითაც. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ რა ვითარება არის ქვეყანაში, პოლიტიკურადაც, რეგიონში რა ხდება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეგეც ტექნოლოგიურ სტარტაპებზე რა. ჩვენ მაგას გვცნობთ ჩვენ ტყაუზე
რა ვითარებაც არის იმის ანარეკლი არის მე უკვე სტარტაპ სფეროში განსაკუთრებით რა. კი ბატონო, ჩვენ უკვე დასასრულს უნდა გავიდეთ, დრო გვეწურება და მინდა წარმატება უსურვო შენს კომპანიას, შენს გუნდს ამ მიმართულებით. ზოგადად ჩვენს ქვეყანას ყველა სტარტაპს, რომელიც ფეხს იკიდებს განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეკონომიკის გაციფრულებას არ აქვს ალტერნატივა. მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება დღეს ამ მიმართულებით და ის ქვეყნები, რომლებიც აქტიურად არ ჩაერთვებიან აი ამ პროცესში, გაუჭირდებათ განვითარება. და ასევე ის პროფესიები, ის ახალგაზრდები, რომლებიც არ აითვისებენ AI-ის ახალ ტექნოლოგიებს და მისი გამოყენებით ახალ პროფესიებს, ფაქტობრივად შეიძლება დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ მომავალში და ამიტომ ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი აი ესეთი სტარტაპების დაფინანსებით, ხარდაჭერით, განათლების მიმართულებით, ინვესტირებით, რომ წლების შემდეგ ჩვენც ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს მასშტაბით. წარმატებებს გისურვებ შენ და შენს გუნდს და ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ნოდო ლაცაბიძე, რაშის დამფუძნებელი და ალბათ დროებით გისურვებ წარმატებებს. მადლობა დიდი, სასიამოვნო იყო.